კენკრეკოს ბაღში გამოწვევებით სავსე დღე გვქონდა. ასე გამოიყურება გოჯიბერი, რომელსაც სერიოზული მიხედვა სჭირდებოდა. როგორც ხედავთ, მცენარეს აქვს მიწისკენ მიმართული, დაკიდებული ტოტები, როგორც მაგალითად მტირალა ტირიფს აქვს და მიწასთან შეხების დროს ფესვები გაჰქონდა. რადგან ასეთი ფორმირება ჰქონდა მცენარეს, საკმაოდ რთული იყო, რომ ახლო მივსულიყავით და მან სარეველებისგან გაგვესუფთავებინა, ამიტომ ასეთი შედეგი მივიღეთ. შეყენებული ჰქონდა რკინის საყრდენი, რომელიც უკვე არ ვიცი რომელს აკავებდა, იმხელა გაიზარდა, რომ თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა ეს საყრდენი, როცა პატარა ხე იყო, მაშინ შევუდგით, ამიტომ მისი ფუნქცია დაკარგულია და უნდა მოვაშოროთ, რადგან შემდეგ გასხვლაში ხელს შეგვიშლიდა. პირველ რიგში ვეცადე, რომ მისადგომად გამესუფთავებინა ადგილი და დავიწყე სარეველების ხელით ამოღება, რადგან მიწასველი იყო. მარტივად ამოდიოდა თავის ფესვიანად ბალახები, ამიტომ ეგ არ გამჭირვებია. საკმაოდ რთული ის იყო, რომ ტოტები მიშლიდა ხელს, რადგან ფესვები ჰქონდა უკვე გატანილი და მომიწია, რომ ეს კალმები ამეჭრა, ამეღო ეს ტოტები მიწიდან ამომეღო, რაც ფესვი ჰქონდა გატანილი, ისინი მომეჭრა და ცალკე გადავაწყე, რასაც მე ვიდეოშიაც თავად ნახავთ. ახლა ბალახებისაგან ვცდილობ, რომ გავასუფთავო. საკმაოდ შრომატევადი და დამღლელი იყო, ცალკე ძურწა ბალახი მეკრობოდა და ვერ მოვიშორე ვერანაირად. ყველაფერზე ზედმობს გადასული. ახლა კი გაჩვენებთ, როგორი ფესვები ჰქონდა გატანილი მცენარეს. თვითონ ესე ბუნებრივად ეხებოდა მიწას და ასე გაიტანა ფუნჯა ფესვები. ჩვეულებრივ შეიძლება მაგ ნერგების გასუფთავება, ზედმეტი წვრილი ტოტების მოჭრა და მიწაში გადატანა. ნახეთ, როგორი განვითარებული ფესვი აქვს. ამიტომ ერთი ნერგიც რო იყიდოთ, თავისუფლად გაამრავლებთ. ახლა წყლის შესვენება გავაკეთეთ და კვლავ დავუბრუნდით გასუფთავებას. კადრში ჩანს წითელი ჟოლო, რომელიც უკვე მოყინულია და საკმაოდ ულამაზოდ გამოიყურება, მაგრამ რა ვქნათ, ეს არის ზამთარი და ზამთარიც აუცილებელია. ვიდეოზე ხმის გათიშვა მომიწია, რადგან ფონად გასდევს მთელი პროცესის განმავლობაში ციცირის, მეზობლის ციცირის და ძაღლის ხმა. ამიტომ თქვენც რომ არ შეწუხდეთ, ხმის გათიშვა მომიწია. ძალიან დამღლელია. ახლა შეგახედებთ ცალმე ვარ მისული უკვე. როგორც ხედავთ, გარშემო დავასუფთავე. ცოტა ეს გარშემო რაც იყო, ბალახები ყველაფერი გავუსუფთავე, რაც ახალი ნერგები იყო აქ ამოსული, ანუ ეს ტოტები მიწაზე რო დევს, ჩვეულებრივ ფესვებს ივითარებს და აქედან გახარებად შეგიძლიათ ტოტებიდან და ეს არის უკვე ფესვ გამოტანილი. როგორი ფესვები აქვს, ფესვთა სისტემა ფუნჯისებრი. უკვე გახარებული ტოტებიდან კალმებია. და აქეთ ცალკე გადმოვარჩიე და ახლა უნდა აქ ვფიქრობ ბოძები ჩავურჭო, რადგან ამას ტირიფის მსგავსი ის აქვს, დაკიდებული ტოტები აქვს და მე იმაში მოვტყუდი, რომ ეს თავიდანვე ძალიან ახლა მომიწია და დარგვა, არ ვიცოდი როგორი გაიზრდებოდა, კარგად არ მქონდა ამაზე ინფორმაციები გოჯიბერიზე და ამიტომ ცოტა ახლო დავრგე ჟოლოების, ასე ვთქვათ, იმაშია რიადშია, წკრივში და იქით მხარეს კიდე ვაშლი არის დარგული, როგორც ხედავთ და ახლა მოუწია ერთად ყოფნა მოკლედ და ეს ტოტები მინდა რომ მაქსიმალურად ავწიო მიწიდან, რომ ახალი ისინი არ განივითაროს, ფესვები არ გაიტანოს და რაც შეიძლება მეტი ენერგია მოახმაროს ყვავილის გამოტანაში, ყვავილის დასრულებაში და ნაყოფის ჩამოყალიბებაში. როგორც უკვე იცით, მე მგონი წინა პოსტებიდანაც გითხარით, რომ ერთდროულად ახასიათებს ყვავილობაც და ნაყოფის მოსხმაც. აი აქ გაჩვენებთ დარჩენილ ნაყოფს. ესეთია.
ესეთია. ეს ოღონდ განუვითარებელია. ასეთი სქელი ძირებია ძირიდან წამოსული, როგორც ხედავთ, უნდა გავსხლა რაღაც წვრილი ტოტები მოვაჭრა და მაქსიმალურად უნდა მავთული გავუბა და იმ მავთულზე მივაბა და გაჩვენებთ როგორი გამოვა. მოკლედ როგორღაც დავასრულე და ახლა გაჩვენებთ როგორი გამოვიდა საბოლოო ჯამში. საქმეში ჩავრთე მომაჩემი, სარი მოვატანინე, მავთულები. როგორც გითხარით, ერთი სარი აქ თავში ჩავურჭე, მეორე იქით ბოლოში და ესე გადავაკავე იქით და აქეთ ეს ტოტები. ეს ქვემოდან წამოსული ტოტები საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და მავთულიდან დაშორებული იყო და ამიტომ მატერიით მომიწია რომ დამება, რადგან ეს ჩვეულებრივი საკავებელი ვერ უძლებდა, წყდებოდა და აი ასეთი გამოვიდა ბოლოს. ეს სქელი ტოტები მატერიით მივაბი, ზემოთა წვრილი ტოტები ჩვეულებრივი საკავებელით დავაკავე. ასეთი ლამაზი გამოვიდა. ამასობაში მომაჩემო ვაშლებიც გასხლა, სანამ მე აქ ვმუშაობდი და მე მგონი კარგია, ხო? გავლა-გამოვლა შეცხელი არ შეგოშლება. კარგი გამოვიდა.